სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და თითოეული წირვისათვის, რის ძალასაც უფალი გვაძლევს და შესაძლებლობას. ჩვენ დღეს წავიკითხეთ ორი სახარება და ერთ-ერთი იყო განკუთვნილი ამხსარებელთათვის. ამხსარებელი ფართო გაგებით არის თითოეული ქრისტიანი, ესე იგი, ვინც თავისი ცხოვრების წესით, თავისი სიტყვით, რომელიც აღიარებს, რომ ის ქრისტეს ერთგულია და ვიწრო გაგებით კიდევ ამხსარებელი არის ადამიანი, რომელიც ქრისტეს გულისთვის ეწამა, ოღონდ ამ წამების დროს არ გარდაცვლილა. და მე ადრეც გითხარით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საიდან მოდის ამხსარებელთა დასი. ჩვენ ვიცით წმინდა მოწამეთა დასი, მღვდელმთავართა, ანგელოზთა და მართალთა, ქალწულთა და ასე შემდეგ. პირველი 3 საუკუნის განმავლობაში, როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა და წარმართი ადამიანი ხედავდა, რომ ვიღაცამ ისე შეიყვარა ქრისტე, რომ სიცოცხლესაც კი ურჩევნია, წარმართი, რომელიც ფიქრობდა, რომ ამ წუთისოფლის იქით აღარაფერი აღარ არსებობს, მისი ცნობიერება ინგრეოდა, როდესაც ხედავდა ქრისტიანის მოწამეობრივ აღსასრულს. და ამის შედეგად მრავალი წარმართი მოექცეოდა ხოლმე ქრისტიანობას. და იმპერატორები, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს და აწამებდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ, ქრისტიანები ხედავდნენ, რომ ერთის მოკვდინებით 10 და 20 და ხშირად უფრო მეტიც რწმენაში მოდიოდა. ამიტომ რასაც ისინი აკეთებდნენ და შედეგი რაც უნდათ რომ მიეღო, თითქოს ქრისტიანობა გაენადგურებინათ, ხედავდნენ, რომ პირიქით კი ხდებოდა. ამიტომ და ნახეთ, წმინდა იოანე ოქროპირი როგორ ამბობს, ესე იგი, ვინმეს რომ ქრისტიანობის გავრცელება მოენდომებინაო, იმაზე უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებდა, რომ მისი დევნა დაეწყო. ხო საოცარ რაღაცას ამბობს ერთი შეხედვით, რომ თითქოს ალოგიკურია. თუ ქრისტიანობის გავრცელება გინდა, ქრისტიანობის დევნა როგორ უნდა დაიწყო, მაგრამ ეშმაკის მანქანებაც ამ შემთხვევაში ღმერთის, ამ შემთხვევაში არა, ყველა შემთხვევაში ღმერთის ხელშია და იმ სიბოროტესაც ღმერთი თავის სასიკეთოდ და ადამიანთა სასიკეთოდ მომართავს ხოლმე. იმიტომ რომ ქრისტიანები როდესაც იდევნებოდნენ, ჯერ ერთი რომ მათი ცხოვრების წესი უფრო სუფთა და სპეტაკი იყო, ვიდრე მაშინ როდესაც არ იდევნებიან, იმიტომ რომ ოქრო ცეცხლში გამოიწრთობა და ქრისტიანთა ცხოვრების წესი მით უფრო სუფთა და წმინდა ხდება, რაც უფრო იდევნება. და მეორე, მათი შემყური ადამიანები რომ წმენაში მოდიოდნენ, ამითიც ვრცელდებოდა ქრისტიანობა და მესამე კიდე, როგორც სახარებაში უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, თუ ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, სხვა ქალაქში წადით. და ასე ქრისტიანები დადიოდნენ ქალაქითი ქალაქად და თავისი ცხოვრების წესს და თავისი აზროვნების ფორმას და ქრისტიანობას ასწავლიდნენ ადამიანებს. და ასე ვრცელდებოდა ქრისტიანობა. და ამას რო ხედავდნენ რომის იმპერატორები, მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ მოდი, რადგან ერთის მოწამეობით 10 და 100 რწმენაში მოდის, მოდი მივიყვანოთ სიკვდილამდე და თუ მაინც არ გატყდა, მაშინ ის ცოცხალი დავტოვოთ, არ მოკლათ. იმიტომ რომ მისი სიკვდილი 100 ადამიანს მოიყვანს რწმენას. და ადამიანი, რომელიც ქრისტეს გულისთვის ეწამება, არ გატყდება, მაგრამ ის ცოცხალი რჩება და ამ წამების შედეგად არ გარდაიცვლება. აი ესეთ ადამიანებს, ამ ადამიანთა კრებულს, ამ ადამიანთა დასს ეწოდებოდა ამხსარებელთა დასი. ეს ვიწრო გაგებით. მაგრამ ფართო გაგებით თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ქრისტიანი ამხსარებელია თავისი სიტყვით, თავისი საქმით. და დღევანდელი ჩვენს მიერ მოხსენიებული უდიდესი პატრიარქი საქართველოს ამბროსი ამხსარებელი
რომელსაც ეკლესიამ აღმსარებელი უწოდა. სწორედ იმ დასს მიეკუთვნება, რომელმაც ქრისტეს გულისთვის მრავალი რამ მოითმინა და ქრისტეს გულისთვის აღიარა. აი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მისი სიტყვები, ძალიან ცნობილი. როდესაც ის ყველას წინაშე აღიარებს, როდესაც მას დევნიან, ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს. და ეს ლეში კიდევ თქვენთვის მომიცია, მომიგდია, საჯიჯგნად ჯალათებო. წარმოიდგინეთ, აი განწყობა ქართველი კაცის. და აი ხა უბრალოდ ვფიქრობდი, ვახტანგ გორგასალი, რომელმაც მე-6 საუკუნეში ჩვენ ანდერძად დაგვიტოვა, ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა. აი როგორ ერთი სულისკვეთებაა, შეხედეთ. მე-6 საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი ამას ამბობს. შემდეგ აი ახლახან იყო ხსენება ელიზბარ და შალვა ნის ერისთავების ბიძინა ჩოლოყაშვილის. ეს მე-16 საუკუნე, მე-17 საუკუნე, 11 საუკუნის შემდეგ და მანამდე სულ ეს სულისკვეთებაა და რას ეუბნებიან? არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე ქრისტესთვის სიკვდილი. ის ამბობს, რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს. ესენი ამბობენ, არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულება. და აი მე-20 საუკუნეში პატრიარქი ამბროსი, რომელიც ამბობს და ასევე პატრიარქი კირიონი, რომელიც როდესაც დაბრუნდა გადასახლებიდან პატრიარქად აირჩიეს, პირველივე მისი სიტყვები ეს იყო, რომ არა მოვედი იმისათვის, რათა გიმსახურო, არამედ გემსახურო და ჩემი სული დავსდვა შენთვის. აი სამშობლოსადმი დამოკიდებულება როგორია, ღვთისადმი დამოკიდებულება როგორია ქართველი ადამიანისა და ეს იყო ოდითგანვე ქართველი კაცის ცნობიერება. ცნობიერება მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა შემოვიდა ჩვენში. რომ აი ილია მართლის სიტყვები, მამული ენას არწმუნოება, იგივე რაც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მანამდე კიდე ძველ ჰაგიოგრაფიის ძულებებში ჩვენ ძალიან კარგად იცით, ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც ეშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და როცაი ყოველი აღესრულებისა. იგივე სულისკვეთება, იგივე შინაარსია სხვადასხვა სიტყვებით გადმოცემული. და ქართველი კაცის ცნობიერება ეს იყო, რომ პირველ რიგში დაეყენებინა ღმერთი, დაეყენებინა სამშობლო და ადამიანი. და ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს ეკუთვნის. და თავის თავზე ის არ ფიქრობს, ამ ხორცს რაც გინდათ ის უყავთ. წარმოიდგინეთ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ქართველი კაცის ცნობიერება ძალიან დაზიანებულია. დღეს კაცი უფრო თავის თავზე ფიქრობს, არა საზოგადო საქმეზე, არა სამშობლო საქმეზე, არამედ თავის თავზე. არა და როდესაც ერისთავები, ასე იგი, შაჰთან დაიბარეს, მათ არ შეეძლოთ არ წასულიყო, არ შეეძლოთ თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავისი ღირსებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ თუ არ წავიდოდნენ, სამშობლოს დიდი ზიანი მიადგებოდა. იგივე იცოდა წმინდა დემეტრე თავდადებულმა. იგივე გააკეთა წმინდა იოთამ ზედგენიძემ, რომელმაც მეფე გიორგის გულისთვის მის საწოლში დაიძინა და მის მაგივრად მოკვდა. იგივე გააკეთა მღვდელმა თევდორე კველთელმა, რომელმაც იცოდა, რომ თუ ასე იგი გზას აჩვენებდა მტერს, აუცილებლად საქართველოს ძალიან დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს და ესენი თავის თავს წირავენ იმისათვის, რომ სამშობლო გადაარჩინონ. დღეს თუ ჩვენ რაიმე აღზრდაზე საერთოდ ლაპარაკობთ ჩვენი შვილებისა, პირველ რიგში აი ეს სულისკვეთება უნდა იყოს. აი თერგდალეულებმა პირველ რიგში ეს საკითხები წამოაყენეს წინა პლანზე, რომ ქართველ გმირთა
ცხოვრება სხვადასხვა სახით გააცოცხლეს, პროზა იქნებოდა ეს თუ პოეზია იქნებოდა, მათი ღვაწლი წინ წამოწიეს, რათა ქართველ ადამიანს დაენახა ის სული, ის სულისკვეთება, ის განწყობა ქართველი კაცისა, რომელიც თავის თავზე წინ სამშობლოს აყენებდა, საზოგადო საქმეს აყენებდა. ამასთანავე აი მე გითხარით კიდეც, რომ ერთ-ერთი წლები გავიდა, მოკლედ არ ვიცი ახლა ის ახალგაზრდა სად არის, საქართველოშია თუ არ არის. მოვიდა გახარებული, ორნი მოვიდნენ და ამბობდნენ, რომ აი ამანო ერთი ამბობდა მეორეზე. ამანო მწვანე ბარათი, ეგრეთ წოდებული green card-ა რაც არის, მოიგო და ამერიკელი ხდებაო. აი ეს საზეიმო ვითარებაში არიან მოსულები და რომ უნდა დამელოცა, რომ ამერიკელი უნდა გამხდარიყო. ანუ რაც ქართველი კაცისთვის უბედურება, ეს მათთვის იყო ბედნიერება. და მე ასეთი რამე გამეგონა, ესე იგი, სანამ ადამიანი ჯერ კიდევ ქართულად ფიქრობს, აი რაღაცა შეგეკითხებიან და შენ ჯერ ქართულად ალაგებ დაუშვათ, აი უცხოელი შეგეკითხება, ქართულად ალაგებ აზრს და მერე უთარგმნ ინგლისურად. ხოდა ქართულად რო აღარ ფიქრობ და ინგლისურად რო ფიქრობ თუ რუსულად თუ ჩინურად თუ რაენაც არ უნდა იყოს და ქართულად რო აღარ ნახულობ სიზმარს, მე ვთქვი, თუ ქართულად აღარ ნახავ სიზმარს, მათი პირდაპირ დაკარი ფეხი და წამოდი, თორე შენი საშველი აღარ იქნება. მე არ ვიცი ახლა ის გახდა ამერიკელი თუ დარჩა ქართველად, ერთ მოუშვებს, მაგრამ მე ვამბობ განწყობას, აი დღევანდელი ახალგაზრდა კაცისა, რომ წავიდეს, გაასწროს, თავის თავს უშველოს. და სამშობლო მისთვის არაფერს არ ნიშნავს, ამ შემთხვევაში ესე გამოიკვეთა. ეს ძალიან სამწუხარო ცნობიერებაა. ეს არ არის ქართველი კაცის ცნობიერება. ეს დაზიანებული ცნობიერებაა და ამას აუცილებლად შეცვლა ჭირდება. აი ჩვენ შეიძლება ჩვენ შვილებს ყველაფერი ვასწავლოთ, მაგრამ თუ ეს მთავარი არ ისწავლა, მაშინ ნიშნავს, რომ მასსა და წინაპრებს შორის კავშირი გაწყდა, ხესა და ფესვებს შორის კავშირი გაწყდა და ხეს ზემოდან როგორც არ უნდა დახფოფინო და როგორც არ უნდა მოუარო, თუ იქ არის მიწაში დაბლა კავშირი გაწყვეტილი, არავითარი აზრი არ აქვს. ის მაინც გახმობისთვის არის განწირული. ის მაინც ნაყოფს არ გამოიღებს და როგორც სახარებაში უფალი ბრძანებს, ყოველი ხის ძირში ცული დევს, რომელიც არ გამოიღებს ნაყოფს, მოეკვეთება და ცეცხლზე დაედება. აბა სხვა რა მოუვა იმ ხეს, რომელსაც ფესვებთან კავშირი არ ექნება, რომელიც გახმება, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, აბა კაცი ყველა გააჩერებს იმ გამხმარ ხეს. თუ ზარმაცია კი გააჩერებს, დაეზარება იმის მოჭრაც და ცეცხლზე დადებაც, მაგრამ ძირითადად ესე ხდება, ის მოიჭრება და ცეცხლზე დაედება. ადამიანი, რომელიც კავშირს გაწყვეტს თავის წინაპართან, ის სწორედ რომ გახმება. და შემთხვევითაც არ არის, ქრისტიანობა ყოველთვის იდევნებოდა და დღესაც იდევნებოდა. დღეს დევნის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის სწორედ ის დაცინვა, ის ქილიკი, ის აბუჩათაგდება, აუგად მოხსენება. ამასთანავე საუბრობდით, მამა ბორისი იყო ჩვენთან და გიმნაზიის დირექტორი და ესე იგი, მეუბნები ხოლმეო ბავშვებს, რომ ახლა უფრო მაღალი კლასის ბავშვებს მე-11, მე-12, რომ რასაც ახლა ჩვენ აქ გასწავლითო, თქვენიცით რომ გიმნაზიაში სწავლებას ავხდოს ჯულიც, მოძღვრის საათია და სასულიერო საგნები არის. რასაც ახლა ჩვენ გასწავლითო, ფეხქვეშ გაგითელავენ ყველაფერსო, როდესაც თქვენ თბილისში წახვალთ სასწავლებლად, არა მარტო უბრალოდ ეს ბავშვების დონეზე, თვითონ ლექტორები ამას განგებ გააკეთებენ. და აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, რომ შენ მოგერიდება კიდეც, რომ თქვა, რომ მე ქრისტიანი ვარ და მე მორწმუნე ვარ. აი ესე შეგიქმნიან ეს სპეციალურად ვითარებაში ესე აღმოჩნდები. შემთხვევით კი არა, ამას განგებ აკეთებ.
ჯერ კიდევ წლების წინ უამრავი, ესე იგი, მატერიალური რესურსი შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ აქ ქართველი კაცის ცნობიერება შეეცვალათ. ქართველი კაცის ცნობიერება რო შეეცვალათ, ის შოუ პროგრამები, ის სერიალები თუ სხვადასხვა პროექტები იყო საამისო, თუნდაც ის ბანაკები, რომელიც ესე საზოგადოდ კეთდება და უამრავი გარყვნილება და უზნეობა არის. საგანგებოდ კეთდება იმისთვის, რომ ქართველი კაცისთვის ეს ცნობიერება შეეცვალათ. და დღევანდელ სახარებაში ნახეთ რა ამოვიკითხეთ. რომელსაც შერცხვეს ქრისტეს სახელისა, აღიაროს ეს. ის შერცხვენილი იქნება ანგელოზთა წინაშე. და რომელიც აღიარებს ქრისტეს, მას ქრისტეც აღიარებს ანგელოზთა წინაშე. და როდესაც წარგადგენენო მეფეთა და მთავართა წინაშეო, იმისთვის რომ შენ დაამოწმო რომ ქრისტიანი ხარ, წინასწარ ნუიზრუნებთ, რა უთხრათ, როგორ უპასუხოთ. აი იგივე ჩვენ შემთხვევაში ახლა ჩვენ მეფეთა და მთავართა წინაშე თუ არა, იმ საზოგადოების წინაშე აუცილებლად დღევანდელი ახალგაზრდა აღმოჩნდება, რომ ვიღაცა უღმერთოა და მის გარშემოც უღმერთოები შემოუკრებია, ან კი თვითონვე შექმნა ის უღმერთოები და შენ იქ უნდა აღიარო და არ უნდა შეგწყვეს, რომ მორწმუნე ხარ. არ უნდა შეგწყვეს, რომ პატიოსნად გინდა რომ აკეთო. ბარბარე, შენთვისაც ვამბობ. თქვენც მომავალი სტუდენტები ხართ და იქ წინასწარ ნუ ფიქრობ ასევე თუ ისევე თუ, იმიტომ რომ სული წმინდა გასწავლით თქვენ რა უნდა თქვათ. ოღონდ მანამდე შენ უნდა უსმენდე იმ სული წმინდას. ამაშია საქმე. შენ უნდა ცდილობდე რომ გულწრფელი იყო ღვთის წინაშე. შენ უნდა ცდილობდე რომ მოშურნე, მონდომებული იყო. და აუცილებლად აი ჩვენ ბავშვებსაც რომლებიც იზრდებიან და მოუწევთ რომ იქ წავიდნენ სასწავლებლად. მე არაერთხელ ვაჩვენე ის სურათი იყო რაღაც შუაში დგას სუფთა წყალში ადამიანი, გარეთ ტალახში დგანან და ეს ტალახში მდგომი ამ სუფთა წყალში მდგომს დასცინიან. და ეს სუფთა წყალში მდგომი არჩევანის წინაშე დგება, რა გააკეთოს, ჩადგეს მათთან ერთად ტალახში. მხოლოდ იმის გამო რომ არ დასცინონ, თუ დარჩეს სუფთა წყალში და მას დაცინვა არ აცდება, ხილი კი არ აცდება. და ასე შემდეგ. ხოდა ქრისტიანობა სწორედ იმას გასწავლის, რომ შენ უნდა დარჩე სუფთა წყალში, მიუხედავად ყველაფრის. და სწორედ რომ სუფთა წყალში დარჩენა არჩია ჩვენმა წინაპარმა, თუნდაც სიკვდილზე წასულიყო. და არა მხოლოდ თუნდაც წასულიყო, არამედ ეძიებდითო ქრისტესთვის სიკვდილს. ეს არის ქართველი კაცის ცნობიერება. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნელ-ნელა ამ ცნობიერებისკენ წავიდეთ. ეს ცნობიერება შეიქმნას ჩვენს ახალგაზრდებში და ჩვენს სამშობლოში. ამ ცნობიერებამ მოიყვანა ჩვენი სამშობლო აქამდე და იმით. ორღანაშვილის და ოჯონიკიძის ცნობიერებას არ მოუყვანია ეს ქვეყანა აქამდე. ეს მოიყვანა სწორედ აი ბიძინა ჩოლოყაშვილის ცნობიერება. იოთამ ზედგენიძისა, ამბროსი ამხსარებლისა, კირიონ მეორისა და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენთვის სათაყვანებელი და ეს არის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი. და თუ ჩვენ ეს შევძელით, რომ აქეთკენ დავიძარით და წავედით, ეს იქნება უკვე გამარჯვება. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფით.